ადამიანი დაბადებიდან არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება. ის თავიდან არის, ბავშვია, ინფანტილურია, ინფანტილიზმი, ესე ვთქვათ, ნორმალურია ბავშვისთვის. ბავშვისთვის ნორმალურია ინფანტილიზმი და ეგოცენტრიზმიც. ის ზრდასრული რომ ინფანტილური და ეგოცენტრული დარჩება, ეგ უკვე დაავადების ფორმა. არ გაიზარდა. ამიტომ არ ჩამოყალიბდა, ჩამოყალიბებული კი არ შემოდის. ამიტომ ვერ ყალიბდება. თუ აკრძალული ქონდა საბაზისო ემოციები, თუნდაც აი ბრაზი, წოხილი, შიში, სიხარული, მაშინ ის გამოვა ემოციურად ინვალიდი და ის გადადის პათოლოგიაში. ანუ ადამიანმა არ მიიღო გამოცდილება. ემოციურად არაჯანსაღი ყალიბდება. მინიმუმ 3 წელნახევრად მე ვამბობ ამას, ხო? ჩემი აზრით, მინიმუმიც. უნდა იყოს უპირობო სიყვარულში, დობა, სრუნვა და ემოციების გამოხატვა. ეს უნდა იყოს თავისუფალი. დანარჩენი იმას ზედმეტი წურთნა და რაღაცების ყალიბება არ ჭირდება. სამყარო თვითონ იზრუნებს, ასე რომ ვთქვათ.